მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, მოხარული ვარ რომ დამითმეთ დრო და გახსენით ჩემი არხი, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ახლა ვამზადებთ მე და დედიკო საუზმეს, საუზმეთ გადავწყვიტე რომ მომემზადებინა გერმანული ბრეცელები, რადგან საფრანგეთში არ არის ასეთი ბრეცელები, ავიღე გაყინული ბრეცელები, ზემოდან ვადებ ძეხვის და ყველს. შემდეგ ვწვავ წინასწარ გახურებულ ხუმელში 200 გრადუსზე 10 წუთით. დავაცხი უამრავი ბრეცელი, ასევე დედიკომ ყიყლიყვებით შეწვა და იმის გამო რომ ერთ მაგიდასთან 3 ოჯახი ვერ ვეტევით, ჯერ პატარა ბავშვებს ვსვავთ სასაუზმეთ, შემდეგ ჩვენ ვჯდებით მაგიდა არის არეული, მოკლედ ვინცად როგორ ზის ვერ გაიგება, ამიტომ საუზმის გადაღება მეტი ვეღარ შევძელი დღეისთვის. სანამ ჩემები გასულები არიან ცოტა ხნით ეზოში, მინდა რომ ეს კუთხე გავალამაზო და შევცვალო, რადგან მაქვს ახალი ჭურჭელი, რომელიც ნანამ და დედიკომ ჩამომიტანეს და მინდა რომ ამით ავაწყო ახალი ლამაზი კომპოზიცია ჩემს ყავის კუთხეზე. აქ არის ჭიქები უკვე გარეცხილია და ყველაფერი უკვე გარეცხილია და მზად არის, ელოდება თავის დროს. ულამაზესი ყავის ჭიქებია და ამათ აქვთ კიდევ თავისი თეთრი პატარა ლამბაქებს ეძახიან ალბათ, პატარა თებშები. ვფიქრობ რომ ეს ჭიქები დავაწყო აი აქ, ამ კურდღლების მაგივრად, მაქვს კიდევ ასეთი ორი თებში, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ამ თებშების გამოყენებას აქ ვერ შევძლებ, მაგრამ ლამაზად მაგიდის სერვირებაში გამომადგება. თითქმის ყველაფერი არის შავი თეთრში და მგონია რომ ულამაზესი მაგიდები გაიშლება. არის კიდევ ასეთი დასადები, ასეთი თებშები. ეს წარწერა და ვფიქრობ რომ აი აქ დავდო, ნახოთ, მგონია რომ ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს. ასეთი ვაზა, ასეთი დიდი თებში, ასეთი ღრმა თებშები, ოდნავ თხელი თებშები, 4 ცალი, სანთელი და მგონია რომ სანთელიც ძალიან მოუხდება ყავის კუთხეს, ასევე შაქრის ჩასაყრელი და ყავის ჩასაყრელი, ულამაზესი და ჩაის ჩასადები, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავდი რომ ეყიდა და ყოველ ჯერზე მაგვიწყდებოდა ამისი ყიდვა. ასე რომ გავაფორმოთ ეს ლამაზი კუთხე. I took a dive, I didn't know I'd fall so deep into your eyes. I've never been somewhere so sweet, I'm hypnotized. Yeah, you put my mind at ease, yeah, you're divine. I'm thankful that you're mine. Looking at me like people are looking at their phones. I've spent 7 years looking for love that I can hold. Now I know your love is all I need. Now I know, yeah, your love is all I need. Running around with you always by my side, off of the ground. 'Cause the feeling's so damn high, I'm hypnotized. Yeah, you put my mind at ease. God, you're divine. I'm thankful that you're mine. Passport, hotel, jet plane, my life won't ever be the same. Got you all up in my brain. Love the way you changed me for the better. Got me through bad weather. I want you all the time. I love the way you looking at me like people are looking at their phones. I've spent 7 years.
ეს ულამაზესი ბუკეტი გუშინ ნანამ და დედიკომ მომართვეს ნამცხრებთან ერთად არის ულამაზესი და ლილიას აქვს სასწაულის სუნი, მთელ სამზარეულოში დგას ეს სუნი. ასევე დამავიწყდა მეჩვენებინა ჭიქები და ეს ჭიქები არის ულამაზესი, დიდი ხანია ასეთი ჭიქები მინდოდა. აიმე რა ძალიან ლამაზია წვენის ჭიქები და როგორც უკვე გითხარით, ულამაზესი მაგიდების გაშლას შევძლებ უკვე უახლოეს მომავალში. ჩვენებთ ბოლო შედეგს, ჩემი აზრით ძალიან ლამაზი და დახვეწილი გამოვიდა, ასევე შევუცვალე ყავის აპარატსაც თეთრი ჭიქა და მგონია რომ იდეალურია ნაზი, დახვეწილი, უბრალო, მოკლედ ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა. Your love is all I need. Now I know. Yeah, your love is all I need. შუა დღით გადავწყვიტეთ, რომ ხინკალი მოგვემზადებინა. ჩვენ არ გადაგვეწყვეტია, ჩემო მშობლებმა გადაწყვიტეს, მოკლედ დედიკომ და მამიკომ მოამზადეს უგემრიელესი ხინკალი. ჩვენ არც დავხმარებილ ვართ საერთოდ არაფერში. ერთადერთი ერთხელ თუ ორჯერ ჩავყარე ადუღებულ წყალში ხინკალი. დანარჩენი ყველაფერი თვითონ გააკეთეს. მოკლედ უგემრიელესი ხინკალი გამოვიდა და შეხედეთ მამაჩემის უსაყვარლეს ვარდისფერ წინსაფარს. სამწუხაროდ დღეისთვის მეტი ვეღარაფრის გადაღება ვერ მოვახერხეთ, დაგიტოვებთ უსაყვარლეს კადრებს ხინკლის მომზადების და გისურვებთ სასიამოვნო ყურებას.